სხვა რაღაცა რა აი კახამ თქვა რომ აი მიტინგებითო უნდა მოვიშოროთ და აი ქუჩაში გამოსვლის გარეშე ჩვენ ამ ხელისუფლებას არ გადავაგდებთ და ჩვენ ხო ერთხელ ვიყავით უკვე ქუჩაში და ვერ გავაკეთეთ ეს აი ძალიან გული მტკივა ნუ კახა აი ძალიან მიყვარს სხვა რაღაცა აირჩიეთ ძალიან საინტერესო მაყურებელი ყევხარ ვიხარიხარ რეკლამის შემდგომ ხვიდებით აი ამ თემას გავაგრძელებთ საუბარს რეკლამა ჩვენს ეთერში კახა არ ვიცი ძალიან ესეთი საინტერესო ის სერგიანი ანალიზი იმ მოვლენებისა რაც მოხდა ხდებოდა და მე ნამდვილად ეს შეკითხვა პრაქტიკულად შეკითხვა გავიძელება იყო მათ შეკითხვას ალბათ პრაქტიკულად პასუხი არ აქვს ეს გარდა თქვენ თვითონაც ახლა მე ყურადღებით გისმენდით ასეთ ფრაზა ახსენეთ რომ ხო გამოვედით ერთხელ ქუჩაში და ქუჩის აქციების ხელისუფლება ვერ შეცვალეთ. აი პასუხი არის ეს რომ ერთხელ და ორჯერ და სამჯერ ალბათ რაღაც მოქმედების გაკეთებით ისეთი დიდი მიზნები როგორიცაა ქვეყანაში საერთოდ ცხოვრების სისტემის შეცვლა როგორც ჩანს არ ხერხდება. მე შეგახსენებთ ახლა რა ანალოგიებს არ ვაკეთებ მაგრამ რამდენი ხანი მიდიოდა და რამდენი წელი მიდიოდა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 90-იანი წლების ბოლოს 90-იანი წლების დასაწყისში რამდენი აქცია გაიმართა და არ იყო იმ ბრძოლაშიც ასე რომ ერთი აქციით გადასვლა იყო აღმავალი ხაზები იყო დაღმავალი მომენტები როდესაც ასე 9 აპრილს ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა მაგრამ ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი მაშინ 9 აპრილს 99 აპრილს გადაწყვეტა ზუსტად იმის გამო რომ ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ ქართულმა ხალხმა თქვა რომ აი ამ ტრაგედიის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ იმ ბრძოლას რომელიც დაწყებულია მე მგონი პასუხიც არის დღესაც იგივე გადაწყვეტაში რომ დიახ ჩვენ იანვარში ახლა დავმარცხეთ და ნამდვილად თვალები არ უნდა დავხუჭოთ ხელმძღვანელის ხელისუფლებისავით და არ უნდა ვიძახოთ საგებულ ბრძოლებზე რომ გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა დავმარცხეთ მაინც არჩევნებში იყო დაშვებული ბევრი შეცდომა ალბათ ჩვენი მხრიდანაც არაორგანიზებულობა და ასე შემდგომ მაგრამ საკითხის გადაწყვეტა და სწორი გადაწყვეტა არის ალბათ მაინც ბრძოლის გაგრძელებაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ისეთი დიდი ამოცანა როგორიც არის დანგრეული და დახუცმაცებული საქართველოს მაგივრად ერთიანი და დემოკრატიული საქართველოს აშენება ეს ალბათ ქუჩაში ერთხელ გამოსვლით არ მიიღწევა. ამიტომ არ უნდა დაგვეძახოთ არის მეორეჯერ ამას გაჭირდება ქუჩაში გამოსვლა, მესამეჯერ შაშან გაიცან გაზაფხულზე თუ გაიცან შემოდგომაზე. ეს არის ბრძოლა გაძლებაზე. ვეცდით სულიანად როგორც თქვენი გულისკივილი ასევე სულიანად ვიზიარებ იმას რომ რა თქმა უნდა ოპოზიციამ დააკლო ამას არ ვალავ რომ ყოფილიყო ოპოზიცია უფრო კომპეტენტური და უფრო ორგანიზებული ალბათ შეიძლება და უკეთესი შედეგების მიღწევა. მაგრამ ამის მიუხედავად მე ვფიქრობ საკითხის გადაწყვეტა არის ბრძოლის გაგრძელებაში, იმიტომ რომ ერთი ქუჩაში გამოსვლით ან ორი ქუჩაში გამოსვლით სამწუხაროდ ასეთი დიდი საკითხების გადაწყვეტა ვერ ხერხდება. ამიტომ ერთადერთი საყდური რასაც მე ვერ მივიღებ პირადად და რამდენიმე ჩემი მეგობარი კიდე არის ასე და კიდე ძალიან ბევრი სხვა ადამიანი რა თქმა უნდა ასეთი წაგებული ბრძოლის შემდგომ ჩვენ არ დაგვიკრია ხა იარაღი და იარაღით შეგვიძლია ვამბობ რა თქმა უნდა და არც პარლამენტში შევსულვართ არც რა ვიცი საზღვარგარეთ წავსულვართ და ჩვენ რაც შეგვიძლია და რაც ჩვენ ძალებში შედის ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო ბრძოლის გაგრძელება. ამიტომ ეხლაც ხალბატონო ჩვენ იმ პოზიციაზე ვართ რაც მიგვაჩნია რომ საქართველოსთვის იქნება ყველაზე უკეთესი. გამოვიყენოთ არსებული შექმნილი საერთაშორისო ვითარება ევროპაში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება და თქვა დიახ ჩვენ შეგვიძლია და დიახ ჩვენ შევცვლით. იბრძოლეთ იქამდე სანამ ძალები გვეყოფა. რაც შეეხება ეს კონკრეტულ გადახოვას, რაც შეეხება აგვისტოში განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინის დანიშნული პრეზიდენტი ჩვენ არ გვინდა, არ ვიცი რატო არ მოგეწონათ, მაგრამ ხა ეს ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია იყო, არის ესეთი ქართული გამოთქმა არა, ყველა თავისუფლად არის თვითონ უნდა წაატრიოსო და რაც არ უნდა ცუდი პრეზიდენტი ვყავდეს და ნამდვილად სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ვყავდეს, მაინც დღესაც იმ მოსაზრებაზე ვარ მე, რომ რა თქმა უნდა ჩვენ რუსული ტანკებით ჩამოგდებული პრეზიდენტი და მე იმის მიერ დანიშნული ახალი მმართველი ჩვენთვის ისეთივე მიუღებელი არის როგორც ეს ძალიან ცუდი პრეზიდენტი. ჩვენ თუ ვართ დამოუკიდებელი ერი და ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო შევდგებით უნდა გავაკეთოთ ის რაც გავაკეთა სერბებმა, პოლონელებმა, ლიტველებმა, ლატვიელებმა და ეს ჩვენი ძალიან ცუდი პრეზიდენტი ჩვენთან უნდა მოვიშოროთ და არა რუსული ტანკებით. შეიძლება ბალაკა ფაქტიკოთ როგორ ფიქრობთ ახლა ეს წელი პასუხი ამ ქალბატონს დააკმაყოფილებს და შეიძლება არ დააკმაყოფილებდა მაგრამ მე ვფიქრობ ამ ადამიანს გულწრფელად იმიტომ რომ ადამიანებს აქვს ყოველთვის უფრო გარკვეული მომოდინები ბატონო და მე მესმის
ადამიანებს ჰქონდათ 2 ნოემბერს, როდესაც ჩარჩენ გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, ყოველ შემთხვევაში მათ დიდ ნაწილს ასეთი ამოცანა, რომ იქნებ 2 ნოემბერს მოვალთ რუსთაველის გამზირზე და სააკაშვილი სწავლა. ეს არ არის რეალობის ადეკვატური აღქმა. სინამდვილეში ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი ბრძოლა, უფრო მეტი ძალისხმევა და შედეგი არის სწორედ აი ამ დავასრულოთ. მოდით ახლა ეგ დარწმუნებული ვარ ამ ქალბატონს არ დააკმაყოფილებდა ესენი პასუხი, იმიტომ რომ სრული და მომწურავი ანალიზი აცეტარებულა. მოდით აი ამ ქალბატონის თვითონ ვისაუბროთ და ერთად ვისაუბროთ ახალბატონო. რა თქვა ამ ქალბატონმა მესმის, მისი და მესმე მხრივი და მეც ვიზიარებ. რა იყო ის თქვენი ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიციური საბჭო? აღარ მახსოვს სუბიექტები და სულ რამდენი იყო ამ საბჭოს 12 სუბიექტი. და არა ხმის უფლება რამეც უფლება ქონდა 12 პარტიაზე 12 კაციანი კანტორა ქონდა. აი საბოლოო ჯამში აი ამ 12 კაციანმა კანტორამ რაღაცა ლოგიკური და თანმიმდევრული სისტემა ვერ შექმნით. აი ანალიზი უნდა გაუკეთდეს არ არის ისეთი სასწავლობა ესეთი ისევე ჩვენ ოპოზიციური საბჭო აღმოჩნდა რომ პოლიტიკურ ძალებს არ აღმოგაჩნდათ რესურსი აი ეს პრობლემა ბოლომდე მიგეცა. ეს არის მაბადეა და ამ ქალბატონის განზრახულობას და გულისნადების სუსტა რაღაცაში არის და ბევრი უკვე ამას აფიქსირებს რომ მარტო ეს რაღაცა 12 სუბიექტიანი რომისგანაც ნახევარი თურმე აგენტები ყოლიათ ვერ გადაწყვეტ და ახალი უნდა შესთავაზოთ ამას და ახალზე იყო ამ ჩვენეთში საუბარი გენა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაიწყონ საერთოდ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და საზოგადოებრივი ძალების ერთობლიობით უნდა მოხდეს. აქ შევა არასამთავრობოების სახალხო დამცველი იქნება თუ პარტიები იქნება უფრო დიდი ფრონტია შესაქმნელი. აი ეს იქნება ხნა. ხოლო გადავკითხა ამ ქალბატონმა და ბევრმა და მეც შეიძლება ამ რечи ლევანიზე ლევანი ხო ერთიანი ის იყო კანდიდატი თქვენი. დამთავრდა ის ეტაპი ამოწურა ამ ორგანომ თავი უნდა დაიშალოს ორივე საკითხი სრულად გეთახმება. ეს შეფერდეთ რა. აი ამ ორივე საკითხი სრულად გეთახმება და უპასუხა საკითხი. პირველი საკითხი იყო რაც შეეხება 12 კაციან საბჭოს სრულად გეთახმება. რა თქმა უნდა იყო არაეფექტური გამოდგება. მაშინ გაკეთდა აქცენტი და მე ვფიქრობ ეგეც თავისთავად არ იყო ხა არასწორი აქცენტი ერთიანობაზე ამ ერთიანობამ თავისი გარკვეული ეფექტი გამოიღო თუმცა შესაძლოა იყო ის რომ ერთიანობის გამო დაიჭრილად უკანა პლანზე გადავიდა კომპეტენტურობა, სანდოობა, კვალიფიციურობა და რის გამოც მართლაც ეს საბჭო შემდგომში ეტაპი დამთავრდა 2 ნოემბერს. 2 ნოემბერს ქართული ნაცია აი მინდა კლასიკური დასავლური ფასეულობები და დასავლური ხედვით მიუდგა საკითხი. წელი თბილისი გამოვიდა და ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი რაღაცა დოზით აი შეიძლება აღიქვას ხელისუფლება ადამიანმა როგორც ევროპული, ნებისმიერ ევროპული მთავრობა გადადგებოდა სააკაშვილის. აი დამთავრდა ეტაპი მან. აი 7-ის შემდგომ რაც მოხდა რომ მხოლოდ 12 კაციანი კანტორა შექმნეს, აქვე უკვე დამასწრებულები იყავით წელი. გამოგიკიდა სააკაშვილმა და თქვენ გააჩენეთ და დამასწრეთ. კიდევ გეუბნები ძალიან დიდი ფართო სპექტრი არის ეს შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყოს დომინანტები. ფაქტი შემთხვევაში ბატონო დავით პირველ საკითხზე მე გიხარით ჩემი მოსაზრება რაც შეეხება მეორე საკითხს ამაშიც გეთახმებით. ხშირად ნაწილობრივ უთამართლოცა კიდე აი ეს კრიტიკა მხოლოდ რატო ოპოზიციური პარტიები ამოსაკეთებენ რატო არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს ოპოზიციური პარტიები არიან ჩვენი საზოგადოებისგან განყენებული. ამიტომ რა თქმა უნდა მე წინა შეკითხვაზე პასუხისგან დროსაც ვესწრი რომ ხშირად საზოგადოება შეიძლება არა ყველა ერთი და იგივე დოზით, მაგრამ ყველა თავისი წვლილი უნდა გაიყოს და წვლის გაღება აქ არის არა ფინანსური და მატერიალური წვლილი, არამედ პირველ რიგში თავის მონაწილეობა. აქტიურობის გამოხატვა, ის განსხვავებული დემოკრატიული საზოგადოება რომ მოხდეს, იქ უნდა ვიცოდეთ რომ ყველა ადამიანები ძალიან დიდი ნაწილი რაღაც ფორმის ჩართული არის სოციალურ აქტიურობაში. ამიტომ თუ იმას წარმოქმნილი არის საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა და საერთოდ დემოკრატიული რეფორმები ასეთაირად რომ ყველა სახში იჯდება და აი ვიღაცა მითიური ოპოზიცია რაღაცას გააკეთებს, ეს არ მოხდება. ამიტომ გეთახმებით ნამდვილად ოპოზიციამ გარკვეულწილად თუ არ ამოწურა ყოველ შემთხვევაში ძალიან დააცოტავა თავისი რესურსები, იმიტომ რომ ძალიან რთული 1 წელიწადი გავუიარეთ, ამიტომ სჭირდება ამ რესურსებს ამ ტექსტს საერთოდ განახლება და ეს რესურსები უნდა წამოვიდეს საზოგადოებიდან. რა თქმა უნდა, ეს არის მექანიზმი, რომელიც 80-იან წლებში პოლონეთში შეიქმნა სოლიდარობის ფორმით, რომელიც არ იყო წმინდა პოლიტიკური გაერთიანება, იყვნენ პოლიტიკური სუბიექტები, მაგრამ უფრო